ბარძაყის ყელის ჩაჭედილ მოტეხილობას რა შველის? ხო, ბარძაყის ყელის მოტეხილობა უმეტეს შემთხვევაში ასაკოვან ხალხს მოხუცებულობაში ემართებათ, მაგრამ თუ არის თქვა ახალგაზრდებში და ჩაჭედილი მოტეხილობა, ეს ხდება ხოლმე ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, ადამიანი მანქანაში იმყოფება და მაშინ ხდება ავტოსაგზაო შემთხვევა. და თავის სპეციფიური მოტეხილობა, ისე როგორც დაუშვათ თუ წვივის სპირალისებული მოტეხილობა, ეს როგორც წესი ფეხით მოსიარულო გადადის გადასასვლელზე და მანქანა ეჯახება ფეხში. სპეციფიკაა ესეთი და უმეტეს შემთხვევაში ექსპერტიზა ასე ადგენს რა მოხდა, ხო? ამ შემთხვევაში პირველი რაც საჭირო არის, უნდა ჩატარდეს შესაბამისი ოპერაცია, ქირურგიული ჩარევა, სწორად, რომ ფეხის დეფორმაცია არ განვითარდეს და ადამიანის მთელი დარჩენილი ცხოვრება არ იყოს თქვათ პირობითად ინვალიდი, ანუ არასწორად გადაადგილება და შეზღუდვა ექნება გადაადგილების. პირველი ეს არის სწორად ჩატარებული ოპერაცია და ფიქსაცია და მეორე რეაბილიტაციის თვალსაზრისით ჩვენითი შეგვიძლია დავეხმაროთ. ეს არის ის ვადები მივცეთ, რომელიც შეხორცების პროცესს დააჩქარებს. რომელია ეს? ეს არის კალციუმ K2, ეს არის რენოვატორი და გზის შემთხვევაში მე ვუმატებ ხოლმე ენკომპა 360, იმიტომ რომ ძვალში არ შედის მარტო კალციუმი და მაგნიუმი, ხო, შედის უამრავი კომპონენტი, მათ შორის 30-ზე მეტი ნუტრიენტი ჭირდება ძვალს მინიმუმ. ძვალსაც? ხო, ამავე დროს ჭირდება რომ ცირკულაცია იქ იყოს ადეკვატური, რომ ეს ყველა კომპონენტი მივიდეს ძვლამდე. ყველას გონია რომ თქვა წამალს რომ მიცემ, ის წამალი ისაც არის, მიცემ წავადა იმ ორგანოში ჩალაგდება, ასე არ არის. ის წამალი თანაბრად ნაწილდება მთელ სისხლში 4 ლიტრა ნახევარში ქალებში და 5 ლიტრაში მამაკაცებში და ყველა მიმართულებით თანაბრად მიდის. ამიტომ ეს არ არის რომ წამალ ჭკუა აქ და უთხრა ეტყვი რომ ის ძვალში ჩალაგდი და წავა ძვალში ჩალაგდება. ხო, მეკვირდა ციტრამული მარაიცის იმიტომ არის რომ თქვა მედიკამენტები რატოა სახიფათო. იმიტომ რომ ის თანაბრად ნაწილდება მთელ ორგანოში და ერთ ორგანოში თუ რაღაც სიკეთეს იძლევა, სხვა ორგანოში შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. და ამიტომა რომ თქვა იმიტომ არ ვარ მომხრე მედიკამენტების და რატო ორიენტირს ვაკეთებ აქტიურ დანამატებზე, ხო, ნატურალურ პროდუქტებზე. გასაგები.